საღამო მშვიდობის არც მეგელოდით, არც თქვენ მელოდით და ეხლა არ დაიწყოთ თავი დაგევარცხნაო და ისეს რომ მოველი ერთოდ მადლობა რომ მოველი ჩემ თავს. კაი ხანია მოვედი, მაგრამ ვერ მოვედი აზრზე და არც იმდენი საქმე არ იყო. უბრალოდ რომ მოვედი და პირველი რასაც ვაკეთებ ხოლმე რომ აბანოში უნდა გაიქცე, ვერ გავიქეცი, იმიტომ რომ იქ უხნე იქ ჭურჭელი იყო, საჭმელი რაღაცები დავამატე. ბარბარეს მეგობრები არიან აქა და ელე ეხლა წავიდა. ხო და მეთქი კარტოფილს შეუწყო, მეთქი ბარემ რა ბავშვები სკოლიდან იყვნენ მოსულები, აქ იმეცადინეს, რაღაცა ერთობიან, ეხლა რაღაცა ფილმს უყურებენ და რა ვიცი, აბა როგორ დაამთავრებენ. კარტოფილი შეუწვი, რომ მეთქი უცბად და ბარბარეს ვთხარი მე შვილო არ მოგშივდათ თქო და არაო ეს სავჭამეთო ეს დოშირაკები ალბათ მაგათი განუყრელი საჭმელი ეგ არის და ანუ ყვილა ვიფუსფუსე კუხნაში და კარგა გულიანად დავისხი ეს ჩემი შემწარ კარტოფილი ისე მაგრად მიშიოდა შევჭამე ისე აბანოს შესვლა არ შეიძლება შიერზე ხო და გამოვედი გამოვპრატუნდი აქეთ აიმე მიქიდან რომ მოდიოდით მანქანით წამოვედით რა და გიორგის უთხარი ჩემს ძმას მეგისაც რაღაცა უნდა იყი და ორნაბიჯში და ორნაბიჯში ყიდულობ ხოლმე სიოს საერცხლის წამალს და მეთქი ისა თუ არ სადარგეჩქარებათ თქო მოდი შევირბინოთ მეთქი რა შევალ მეთქის რომ საერცხლის წამალი და ვიყიდო და კაიო და შევედი გუშინ დავრეცხე ხელით ბარფი მქონდა ცოტა და ეხა ხელით გარეცხილი იცით რომ კარგად ისე ვერ გაწურავ და დამეძარა საერცხლის მანქანაში მარტო გასაწურად შემეყარა და ხელით გავწურე და მოკლედ აქ ვაშრობ ეხლა ვაიმ გაშრობას და საერცხლის მანქანაში ჭირდებოდა იმიტომ რომ ქვეშ მოყვებია და შემაბანოში შეხვიდეთ ქვეშ მოყვების სარეცხისა რა ეს დღეები რომ ნორმალურად ვერ დავარეცხე და დავხედე და იაფი იყო 7 ლარი ეწერა სიოს 3 ლიტრია ძალიან კარგად ეცხავს ძალიან კაი სუნი აქვს და მოკლედ მე მომწონს თეთრეულსაც მაგით ვრეცხავ უბრალოდ ალაფრანს ვამატე ერთი ავიღე ორი ავიღე ზოგადად 10 ლარი ღირს ხო 3 ავიღე და ეო მე-4-ც ავიღე მივიტანე კონსულტანტად და მეუბნები ომიანობა დაიწყო და ბევრი მიმაგრეთი და მეგი მერთი ცალი აიღო ჩემ მართალმა და გამოკანკალდა და რა იყო მე-4 ისა რო გამოველთ და გიორგი მეუბნე ხო მშვიდობა გაკო რა მე-4 იაფი იყო 7 ლარი ეწერა მეთქი და 8 იყო მეგი რა მე-4 7 იყო მეთქი გოგო 7 და 99 თეთრი ეწერაყოთ რა ვიცი კაცო მე 7-იანი დავინახე და ვიფიქრე ბევრი 8 ყოფილიყო შეიძლება საფიცამო მეყო და 7-იანი და ის თეთრები არ დავინახე 99 თეთრი ისე ერთ თეთრი უნდა მომეთხოვ ხო მეკუთვნა 7 არა რა 7 8 იყო არა მე-4 7 ეწერა რა სიძახი მე პირი მოვტეხე კალო იქ 99 თეთრი ვერ დაინახეო 7 და 99-იო არა მე-4 მე თეთრებს არ ვაქცევ ხურდებს არ ვაქცევ ყურადღებას 7 იყო წამოვიღე 9 ცალი თელე სამეზობელ სტატსაც ველი მაგ დასარეცხე ხა ერთი პირი შევყარე და ფასისთვის შეჭამია არა 10 ლარი ღირს ხომე და 8 ლარი ღირდა ეხა და წამოვიდე თუ რა ზმოის იოანია მეთქი ტელეფონი არის ერთხელ შევყარე და სავარაუდოდ მეორედ აღარ ვიზავ დღეს ხვალ რომ მოვალ ხვალიც გავრეცხ აუ ძალიან მეყვარს წვიმა მაგრამ ეს უკვე აი ვერაფერს ვეღარ აკეთებ რა ვერაფერს ვერ აკეთებ ნუ რა უნდა აკეთო მაგრამ მაინც ვერ აკეთებ ეზოში ვერ ახარ ჩადიხარ ჩქარა გარბი ხარ ჩქარა დარბი ხარ ვერ ჩადიხარ ეზოში ფიზიკურად ვერ ჯდები ქცივა და რა ვიცი რა ჯანდაბას ახლა რომ მუშაობ იწვიმოს მაგრამ მე აღარ გოყოფა რა კარგით გოყოფა მართლა მოვიდა ყელში მთელი მარტია წვიმს ისი ამინდი კი არ მინახია
ნინო ამინდში შედი, ამინდი დაწერე Google-ში. მომეცი Google-ი მათხოვე. 25 დღიან ამინდს და მაინტერესებს. ნუ დიდად სანდო არ არის, მაგრამ მაინც რა. სად არის? აპრილიო. ნახოთ ერთი ნახოთ. დღეს არის ორშაბათი იყო 14, ხვალე არის 15 აპრილი. დღეს არის თუ ხვალის სიყვარულის დღე? ხვალ. დღეს იყო. დღესაა 14. ხო და თებერვალს არის ხოლმე 14-ში და 15 აპრილს არა? აი დაიწოს ახჩი ის იყო. ნუ მოკლედ ხვალეც ერთი, ხვალე უფრო ცივა. ზეგაც ეგეთი ამინდი. ანუ ხვალდაზე რომ მუშაობ, ესეთი უჟმური ამინდია და მე ნახე 10 გრადუსიდან ადის 20 გრადუსამდე 5 შაბათს. 17, 19 რა კარგია. 19-21 აუ ძალიან მაგარი ამინდები. ეგეც ხო არა? 24, 22. ანუ ხება ეს ორი დღეც გავკაჩოთ რამე დაიდათ ეს ორი აიღე კაი. ეს ორი დღეც გავკაჩოთ რამე დაიდათ. დღეს ესე იგი სამსახურში ისე მომშივდა მიუხედავად იმისა რომ იმაზე ადრე გაგვიკეთეს საჭმელი. ვაიმე თანა მუშაობდი და ვფიქრობდი რომ თან რა იცი გვაქვს ხოლმე რაღაცა უცბად რომ აი ესე გულის წასვლაზე თუ მივიდა ადამიანი რაღაცა გვაქვს ხოლმე საშუალება იმისა რა რომ ტილხნი გვაქვს ხოლმე ხან რაღაცა და ანუ იყო მაგრამ მეთქი ბარემ გააკეთოს ბარემ შევჭა ბარემ და თან ვაკეთებდი საქმეს და თან საჭმელზე ფიქრობდი ეგეთი რამე ჩემს ცხოვრებაში არ მომსვლია მე იცი რა იყო კი არ მშიო და უბრალოდ სურვილი მქონდა უკვე რომ ეჭამა ჩქარა ვრეცხავდი თან იმ გენერალ თევს და ვასშობდი და ფიქრობდი ცოტაც შეჭამდა ეს ისე გებრიელად ჭამეს ჩემ წვარი კარტოფილი გააკეთა თავ და ისე გებრიელად ჭამეთ ლობიო რომ რა იყოს ხო და რომ მოვიკიდე ჩემ წვარი კარტოფილი დავაბატე ხო კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის და ესეთი რაღაცა რო არ თქვა შეიძლება ზოგადად როდესაც რაღაცა ხდება ხოლმე ადამიანს უნდა ჰქონდეს მადლიერების გამოხატვის სურვილიც და სიხარულით უნდა აკეთებდეს ამას იცით თქვენ რომ თურქეთში მივდივართ ერთ თვეში მე ვთქვათ გავიდოხარ თუ ერთ თვეში მივდივართ თურქეთში მე იოანე და ბარბარე სასტუმროს თანხა ჩაბარებული მაქვს და მიცემული მაქვს და ველოდებოდით ახლა გზის ფულებს რამდენს იტყოდნენ და საკმაოდ სოლიდური თანხა თქვა ავტობუსმა ხა დიდი ავტობუსი არის და ისედაც სოლიდური იქნებოდა თორემ მე იქ მაგ ავტობუსით უნდა ვიაროთ ორჯერ არის ფესტივალი და ანუ ეგეც შედის რომ უნდა წავიყვანოთ ანუ მანდ მოძრაობთ მაგით და 8000 ლარით დაგვიფინანსა გარდაბნის გამგეობა. დავით კარგარეთელმა. და მადლობა დათოს. დათო ძალიან კაი ადამიანია, ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემი ძმის კლასელი და მეგობარია და აი ყოველთვის გვერდში უდგა ხოლმე ჯვარულს თუ რაღაცა და არა მარტო ჯვარულს, აკრიანიც რო იყო წასული და რაღაცა და მოკლედ 8000 ლარით დაგვიფინანსა და ძალიან გამიხარდა და მარტო მე კი არა და რამხელა შეღავათი 8000 ლარი წარმოიდგინე დაახლოებით 65 კაცი მივდივართ დაახლოებით რა ასე რო ვთქვა 60 და 65-ანი და ნაწილი რაც დარჩება ის გადანაწილდება და მას უკვე გადავიხდით იცით რამხელა შეღავათია ნუ ძალიან დაახლოებით ერთ კაცი შეიძლება 100-ზე მეტი დოლარი ყოფილიყო ერთ კაცზე. ერთზე ჩვენ სამივართ. ასე რომ ძალიან მაგარი რამე გააკეთა და შაშანაც რო იყვნენ თურქეთში, შაშანაც დაუფინანსა ნაწილი. ხო და ესეთი რაღაცა რო ხდება ხოლმე კარგია. და მადლობა დავით აქედანაც. დახატვა მინდა. ერთი ნახატი მოხდა დღეს გასაკეთებელი და აუცილებლად ამაღამ უნდა დავხატო
გუში რო განახეთ ზუსტად ის ნახატია ის ტონი მონტანა. ხო და ზუსტად ეგ უნდა დავხატო. და ხვალე უნდა დავწერო თუ არ წაიღებე კიდე ხვალე უნდა დავწერო პოსტი რომ აუცილებლად წაიღო საროჭკე. დაახლოებით 7 თუ 8 საროჭკა მაქვს დარჩენილი რომელიც უნდა წაიღო. და ანუ კი რა ჩემი კი არ მამძიმებს და რაღაცა, მაგრამ მემერება უკვე რომ წინა გუში მაგალითად ერთმა დამირეკა რომ ბავშვები არიანო და ისა გააწოდევდა ამერია. ანუ კი რომ მივდივარ და ვაძლევ ხოლმე ვეკითხები ხო ნამდვილად ეს არის, მაგრამ ვეღარ ხვდები ხოლმე რომელი უნდა მივცე რა და ისა უნდა დავწერო პოსტი რომ დროულად წაიღო. ესეც ესე. უი, რა უნდა მეთქვა ახლა? იმედია ამ ტელეფონში ინტერნეტი არის, რომ აუცილებლად უნდა ავგათიშულა. მოიცადე დავსკრინავდე ხავ. მე სად არის რა გადავიღე მანახე? ხო. მოკლედ დღეს მწერს ჩემი პირველ რიგში ბიძაშვილი, ანუ ჩვენი პაპები, ჩვენი დიდი პაპები იყვნენ ძმები. მამა ჩემის პაპა. ისიც მათიაშვილია, ნათი სალამი აქედან მოგესალმებით თუ მიყურებ. ხო და წერს ნათია ეხა და თან რა ვიცი, სკოლის პერიოდში უფრო რომ ჩემს ერთი კლასით პატარა იყო და ურთიერთობა ძალიან კარგი და ძვირფასი გვაქვს დღემდე. ნუ იშვიათად ხვდებით, მაგრამ ესე ყოველ შემთხვევაში. მოკლედ დღეს წერს რომ ვიყავიო ერთ-ერთ პროცედურაზეო რა. ხო და იქ შემხვდაო ერთი ადამიანი, ანუ ვისთანაც მივიდიო, მან კითხაო რომ საიდან ვიყავიო და რაღაცა ესთეტიკური საფეთო არ ვიცი სახში თუ რაღაც ცედი ეგ აღარ მიკითხე. ხო და რაღაცა პროცედურაზე ვიყავიო და მკითხაო რომ საიდან ახარო და მარტყოფიდანო და უიო მკითხეო რომ მანანა მათიაშვილი თუ იცნობო რომ ძალიან მომწონსო, ყველა ვიდეო მაქვსო მისი ნანახიო და მოკლედ. ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა ჩემს მიმართ. ხო და მე ვკითხე რომ კიდე რომ მიხვალ მეთქი, აუცილებლად მომიკითხე და მინდა რომ აქედან მოვიკითხო გვარი არ მახსოვსო, მაგრამ ქვია მერიო და მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობსო. მერი დიდი სიყვარულით მოგიკითხავ აქედან. მადლობა იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოხატე. და აი ძალიან მაგარი გრძნობაა ხოლმე, როდესაც ესეთი რაღაცა ხდება, როდესაც ქუჩაში ვიღაცა გაჩერებს და პირველი სიტყვა რომელსაც ამბობენ ხოლმე, ანუ ის კი არა შენ მანანა მათიაშვილი ხარ. ანუ ეგეც ხო ხელა ის არის. შენ მარტყოფელი ხარ? ეს არის მთელი ჩემი, რა ვიცი, ეს სიტყვა იმდენად მე ამაყება რომ მე მარტყოფელი ვარ, იმდენად მიყვარს ეს სახელწოდება. ეს სოფელი, ეს ადგილი რომ არ ვიცი და ეს სიტყვა შენ მარტყოფელი ხარ, აი არის რაღაცა საოცრება ჩემთვის და მადლობა ამისთვის. და ძალიან ბევრჯერ უთქვიათ და მოუწერიათ კომენტარებშიც და მესენჯერშიც რომ აი ანცე გვიდა რომ მივდივართ ხოლმე ან მუსიკიდან ან თუნდაც სკოლის ექსკურსიიდან და რაღაცა და აი დაგინახე და მომერი და მოსვლა. აი თუ სადმე დამინახავ და თუ გული გამოგიწევთ რომ მომესალმოთ და აი ისე გამახარებთ და ისე რომ რა იყოს, ანუ არ გეგონოთ რომ ან და სურათი არა ისა და რაღაცა უწინდღე გავიქრეს ბაბობით ის უწინდღე. ანუ არ მოგერიდოთ, საერთოდ არ არის არაფერი მოსარიდებელი, თუ გული გამოგიწევთ ჩემსკენ, აი უდიდეს სიამოვნებით, აი ჩაგეხუტებით და დიდ მადლობას მოგიხდით ამ სითბოსთვის. მართლა. ძალიან მაგარი გრძნობა არის და რატომაც არა. აბა სხვა რაღაც დაგვრჩენია. მაშ. შენ ხვალ მიდიხარ? ესე იგი უნდა ვიკითხო ხვალე რა გჭირდება შენ? ხო, იქ საჭამელიც გავჭირდა. სკოლის მერე?
ორი გაკვეთილი ჩავიტარდება მე მგონი, იმიტომ რომ 12-ზე უკვე იქ. ხო და სად მიდიხარ წიგნის რაღაც სად მიდიხარ? წერალთან, მე რომელ წერალთან? ლელა ცუცქიზე. ის რო წაიკითხე ახლა იმასთან? ის წაიკითხეს რაღაცა ლელა ცუცქირიძე? მაგისი წიგნი რომ ანუ ვინც რომელ წიგნისზე იქნებოდა რომ ქონდა და წაიკითხავდა, ყველამ წაიკითხა ის წიგნი, ამა ბიბლიოთეკიდან გამოიწერა, რატომღაც არ ქონდა მაგ საბავშვო ძალიან ბევრი წიგნი გვაქვს და არ ქონდა რა მაგ ადამიანის წიგნი და მაგ მწერალის მაგ ადამიანის რა არის. მიდიან მანდ ახლა. ხო და ალბათ იქნება კითხვა პასუხი საუბარი თავის პერსონაჟებზე და მოკლედ ასე თუ ისე. ყველა მეგრო წავიკითხეთ კლასიდან. ხო და ყველა სასწავლო რა იყო ბიბლიოთეკაში ეგერთი წიგნი იყო მაგისი. სხვაებიც ხო იყო მაგისი. არა. ანუ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ზოგადად საბავშვო მწერლებზე, მაგრამ ეგ იყო სასკოლო მოსწავლის ბიბლიოთეკა, ასეთი გამომცემ. ჩვენო გვაქვს სასკოლო ბიბლიოთეკის ყველა ტომი და ვერ ვნახეთ იქ. ხო და ყველამ წაიკითხა ეგ. ამან ყველას დაასწრო და ის გამოიტანა, ეგ წიგნი რო გამოიტანა და მე რიგის მიხედვით ყველამ წაიკითხა და ესე იგი ხვალე რა ქვიათ იმათ? ატუსა და მატუს. ატუსა და მატუსაზე უნდა ისავე. ფული გააქვს? გუში მივკვი. კი, 10 ლარი. რა 20 ლარი ხომ მოგეცი გუში მე? ხო, აი, გველაძუა. გველაძუა. აუ მოგცემ კიდე რა, მაინც ნუ ნათიას მივწერ რა გჭირდება და რა და ნუ არ დამავიწყდეს და ისე მარტო წყალს ვიყიდი, მეტი არაფერი არ მოვიდა. საჭმელი და რაღაცა არ. რატო არ გინდა? ახლა აქედან არ გედნობება ლობიანი გექნება გაფენილი და ეგ იქიდან რო წამოხვალ სადმე შეგიყვანთ და სადმე შედის და ხო და შენ ყონეს ხო და შენ შეყოლ და შეჭამ. რაც გენდობება შეჭამ. გუში მოკლედ ეს აღარ მახსოვდა. მე ხო მე ზოლიანი მიყვარს, უზომოდ მიყვარს ზოლიანი ტანსაცმელი. აი რა ვიცი, ვაბოდებ ეთმეტე შავ-თეთრზე და თან ეს არის ფართე. და იმდენად კომფორტულად გრძნობა მაშინ თავს, იმდენად კომფორტულად რომ რა იყოს და გუში ხო მქონდა გადაყრა გადმოყოლი. ვაიმე რამდენი გადავყარე 5 დიდი პარკი. ერთი დიდი პარკი გავაჩუქე, ნუ რო გადავარჩია, ნუ რა შეიძლებოდა გაგეჩუქებინა და რა არა და ეხა რაღაცა რომ ან დალაქაებული რაღაცა მაგას ვერავის ვერ შევკადრებ ეხა. ძაღლებისთვის და კატისთვის ვაპირებდი დატოვებას და კილო დამჭირდება კიდე აღმოჩნდება რაღაცა და ამდენი და გადავყარე. ეხა ტილოებათაც არ ხმარობ ხოლმე რა მირჩევი ერთი მქონდეს და მქონდეს. ვიდრე ვინახო სადღაცას და ან დამჭირდება ან არა. თუ დამჭირდება კიდე აი გავიხდი რაღაცას და იმას ვიხდი. კიდე კაი ბუნკერი იყო ცარიელი და ამის მე გავავზე. ოღონდ ერთი დიდი პარკი მქონდა და ამ პარკით გავიტანდი და შიგ ჩავყიდი. მე ისე ეს პარკი შემოქონდა და ბოლო პარტიაზე ესეც გადავაგდე. ესე იგი რა ტყუილა ვინახავდი. ეს რა ტანსაცმელი იყო ხა რომლებიც გავაჩუქე. მზია ხო იყო ჩემთან მოსული და აუარება რაღაცები მოუტანა ბარბარეს. ჯინსის შარლები და ეგეთი რაღაცეები და მე ტელეფონი რატო დამიჯდა. ხო და ესენი ჩაიცვა, გაისინჯა რაღაცები და შაშანდელი რაც და პატარავებული ჰქონდა, ეს ყველაფერი გადავდეთ. ნინო შეიძლება არც მეორე წელს, არც მესამე წელს ეგ არ მოერგოს ნინოს და ამიტომ გაუგზავნეთ ტასუნაში. გადავარჩიეთ რაც ისეთი რამე იყო და ყველა სასაცილო რა იყო, იცი? ვიყურები და ერთი 5 პარკი ხო გადავაგდე და ადგილი მაინც არ ჩანს და სადმე ლაგამაგრად მაინტერესებს რა. მართლა მაგრად მაინტერესებს. ოღონდ ამ რაღაცებს მე ბევრჯერაც მithქვი თქვენთვის გახსოვთ, აი ამ რაღაცებს რო ყრი და მოვიშორებ ხოლმე. აი ნათი ამ რაღაცა დაწერა. აი ამ რაღაცებს რო მოვიშორებ ხოლმე მე თქვენთვისაც ადრე მithქვია, აი სუბუქათა გძღებ თავს და ზუსტად მასება მგონია რომ აი კისერზე ნაგავი მელა და აღარ ამაქვს. აბა ნახოთ ნათი ამ რა დაწერა. არა, აბა როგორ ხვალ. მოკლედ 9 საათზე უნდა მიხვიდეთ, ჩვეულებრივ ჩატარდება გაკვეთილები და მერე წახვალთ, ჩანთებით და სულ ყველაფრით. 2 ჩატარდება თუ 22 შენ ყველა უნდა წაიღო. ხო, და დანარჩენს კიდე დაწერ. ესე იგი, ნუ მე რომ მოვალ, ნინო, მე რომ მოვალ შენ მოსული იქნები უკვე. აუ, აი ეს ნახატი უნდა დამეკიდა გუშინ.
და გადავერი და ვერ ვიპოვე ისა დრელე იქით აქვთ ეტყობა გადატანილი ივანოს და მამას იქ მუშაობ. ხო არა უშორა ხვალე თუ ისე მოველი ადრე გადმოვართმევ და ოღონდ ვერ გადამიწყვეტია აი ტელევიზორის აი ამ ადგილას დავკიდო თუ ამ ადგილას და ვფიქრობ რომ იქით თუ იქით უფრო ვფიქრობ რატომღაც აი ბავშვების გვერდზე რავი ასე ვფიქრობ იმიტომ რომ ანუ აქეთა ცოტა ისეთი კედელია რამდენად მყარია არ ვიცი და ის ვიცი რომ მყარია თან ეკონ ძიმია და ვაიმე ესე იგი დილას ვაშრობდი ტანსაცმელს სამსახურის ტანსაცმელი ესე ხელით გავრეცხე ისიც და დავიზარე რომ საეცხლის მანქანაში დამეტრიალებინა და რო იყვნენ დილას ძლივს მოვასწარი რომ თხელი შარვალი რომელიც იყო ის გამეშრო რომელიც დღეს ისევ დამისვლა ორი შარვალი მიმაქვს ხოლმე ერთი სქელი ერთი თხელი ძლივს გავაშრე და ეგ მეცვა და დღეს დამისველდა ხო და ისა შევედი უნდა გავმიცვალა და გამახსენდა რომ თოკზე კიდია სველი ტყუილა შევედი გასახდელში ხო და ხვალ ისთვის ეს სქელი უნდა გავაშრო აუცილებლად იმიტომ რომ ჯერ ისევ ცივა თან დღეს ისეთი ბევრი საქმე არ იყო და აუ როგორ სიამოვნებს ეგ პროცესი ნეტა იცოდეთ ესეთი ფითქინა კედლები არის ის არის ძველებული კაფელი როა აი ზუსტად ეგაა გაკრული და აი ესე საქმე ოდნავ რომ აი მაგალითად სამ დღეში ერთხელ რომ ცოტა ისეთი როა აი არა გაქრა ბევრი საქმე და დრო გაქვს იმის ირიცხება ჯოხები რაზეც იყიდება და ანუ ყველაფერი კაპიტალურად და აი ესენი რო იხეხება ხოლმე ბაიმე როგორ მიყვარს ჯერ რაღაცა სითხეს ვასხავ სპეციალურ ცოტა ხანი ვაჩერებ და მე ფეირიანი წვით და ჩოტკებით და აი დღეს ახლა ცდილობთ რომ როციოდ არ დავსველებული ყავით მაგრამ ზაფხულში იქნება ბადნეტარება და აი წარმოიდგინეთ ეს მაღლამდე რა ანუ გაქაფავს აი გააწკრიალ და სუკაფიანი როა მთელი ის და მე რა ეს წყალშლანგით დაიწინ რომ მიუშვებ ნაპორით და ეს რო ჩამოდის აი მე რა მაგარი პროცესია იცი აი ძალიან ისეთი სასიამოვნო და მიუხედავთ იმისა რომ ციო და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ციო და რა თბილად არა ციო და ვიზუალურად ჩვენ არ აქვს ციო ეგ პროცესი ძალიან მაგრად მიყვარს ხოლმე და მსიამოვნებს რომ ირეცხება ეს კაფილი ჩამოდის და მე ეს ტრაპში რომ მიდის ეს აი რა ჩაუყვებით ხოლმე იატაკსაც რო გავხეხავთ ხოლმე მაგრად ასე გემრიელად მიდის ხოლმე თან მეცვა რა არა შევავსებ ახლა ხვალისთვის კიდე ხო გუში რო ტანსაცმელები გადმოყარეთ და რაღაცა ის ელასტიკები რო არის აი ეს მაღალწელიანი ხო იცით კარგები აი არ ვიცი ვიღაცის ნაჩუქარია ეგეც და შორტი არის ელასტიკი შორტი აი მოტკეცილი რო არის რაღაცნაირი ცოტა თბილი როგორ აი ბაიკისავით რა რაღაცნაირი და ბარბარეს დაუტოვებ შაშა რო ვაბინავდი ზაფხულში ჩაიცმევს მეთქი და ეხლა რო გადმოვყარეთ და რაღაც ბარბარე მეთქი ეს არ გინდა არ ჩაიცვი და არა ის რაღაცა დისკომფორტს არ ვერა რომ მოტკეცილები არ უყარს ფართო ტანსაცმელი და ეს იწელება კაი ჩემ არ ძალმა იცნობ რაღაცას რო ანახებ და მოეწ ეს არ იწელება ხო და ზუსტად ეგ ვუთხარი ეს მე მგონი იწელება მე და არ ამოვიცვი ისე კარგად მქონდა შორტი წავიღე დღეს კალგოდ გაცმეცვა ეს შორტიც მეცვა და ზებოდა შარვალიც მეცვა აი მულტფილმებში როა ხოლმე ხო იცი ის კაბის ქვეშ და რო ის ტოტები და ტოტები რო გამოუჩნდებათ მე ზუსტად ეგ მეცვა მაგრამ რა ციო და გერაცვლა ვიღაც ვეპრანჭები ახლა ო და ისე გემრიელა და ისე ჩათან მაღალწელიანი და მე თუ წელი ჩატანილი არა მაქვს და აი ვიტყვიან კაი შალივით არა მაქვს რამე შემოკრული და ის სიმყარეს არ აგვიძებ არ მიყვარს კალგოტკესაც რო ყიდულობ აი ეს მაგრად რომ გიჭერს ეგეთი ტარიელამ წაიყვანა დაიშალნენ ეხა მიალაგე რომ არა ისა მტერსაც რუტი უნდა ჩავთა და მანდაც მოუს ისა შევიტან და შენ ის გაწურე დაასველე და გაწურე ტილო რომ მოусვათ ერთი აუ საერთოდ გამოირთვებოდა და მეზარება დილაზე რო გავფინო
დედა რა მალე გავიდა ის მარხვა. ეხლა არის ამ კვირას არ არის აღდგომა. დღეს 14, ხო? ძალიან მალე გავიდა. ხო, ძალიან მინდა რომ აღდგომასთან დაკავშირებით კაი იდეა მომაწოდეს აღდგომის ტრადიცია როგორი იყო ჩვენს ოჯახში ან ზოგადად და მე თქვენსაც მოყვებით რა, ვისაც წერა არ გეზარებათ და კომენტარის სახით შეგიძლიათ ამიტოვოთ და აუცილებლად წავიკითხავ ამასთან დაკავშირებით ამ კომენტარებს რა და მაგაზე მინდა რომ ცალკე ვიდეო გავაკეთო. და ესე არ ავთქვიფო სხვა ვიდეოებში. მოკლედ, ზუსტად 9 საათი წამალდალიე. ზუსტად 9 საათია. ავდგები ხალხურსაც ვიტით შემოვიქროლებ. და მე დავიწყებ დახატვას და რა თქმა უნდა ყურსასმენი და სამეფო კარის თამაშები. 22 საროჭიკა დავხატე. ეს 23 უნდა იყოს. ხილა ჩაიტანე ეგენი. ამათ აღარ მოშიდა. წერა კამერო გკითხე, კარტოფილი შევწვი და მეთქი შეჭავენ და რადგან სუპები თქვით აღარ ისაუქენი, მე აღარა მოვიტანე და ეგ შუქი გარეთ აანთე. ნამსხარი უნდა დამეჭრა და დამოვიწყდა ის ნამსხარი. ეგ არ არის ის ნამსხარი. არ არიან ნახალი. ვერ დაუჭერი მე. დამოვიწყდა. რა დებილი ხარ ხალო. გუში წირებში ნამსხარი მოგვიტანე სტუმრები იყვნენ რა ის და ლილოში წავართ წავიღოთ რომ ანუ მალაკოთი და ეგეთი რაღაცებით არის და განა დაუჭრა ბავშვებს და მოვიწყდა. რა გახსოვდა? რა კაი ძაღლი გამოვიდა. მოკლედ წავედი ახლა ხალხნებო. დიდად დასალაგებელი არ არის, მაგრამ გული რო დავიმშვიდოთ შემოვიქროლებ მაინც. დაგეფშტობებით მომავალ ვიდეომდე, აი მართლა გამიხარდა რომ მოვაღწიე და მოვედი. მანამდე აი აქ ვიყავი წამკვდარი ცოტა ხანი. წავალ ბარემ მეზარება, მაგრამ თქვენ ხო იცით რომ დღეს წინ მეზარებოდა, მაგრამ მაინც შევთავი ვაიძულო რაღაცები გამეკეთებინა და მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ამიტომ ეხაც მეზარება, მაგრამ ვიცი რომ მე უფრო კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ ავდგები და 20 წუთი უნდა მაგ საქმეს. გამოპერსას უტით გამოვასუფთავ, ბარბარე გამოუცნევ სტილოს და სარეცხი გამოვიხო და გავფინე. მორჩი. ავედი ხა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. კარგად.